დასავლეთ კენიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. კენიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის 25 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, მთავრობამ სამძებრო ოპერაცია გააძლიერა. ძებნაში ჩაერთო 4 თვითმფრინავი, რათა მაშველებმა იმ ტერიტორიამდე მისვლა შეძლონ, რომელიც გზების ჩამოშლის გამო ახლა სრულიად მიუვალია. კვირას სამძებრო ჯგუფებს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ მას შემდეგ, რაც ჩესოგონჩის ტერიტორიაზე ახალი მოულოდნელი წყალდიდობა დაიწყო. მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. დღეს როცა სამძებრო სამაშველო ოპერაციებს ვატარებდით, უკვე გაწმენდილი გზები კვლავ ჩაიხერგა. ვთხოვთ ადგილობრივ მოსახლეობას გავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილებში, საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ძლიერი წვიმები კენიის მთელ ტერიტორიაზე გრძელდება. გვერამდენიმე ოლქში დაფიქსირდა წყალდიდობა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც წყალდიდობის ან მეწყრის ზონებში ცხოვრობენ, ადგილიდან გარიდებისკენ მოუწოდებს, რადგან მოსალოდნელია, რომ წვიმები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. კენიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება თვითმფრინავებით გააგრძელებს დახმარების მიწოდებას დაზარალებულთათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა დაფარავს 30-ზე მეტი დაშავებული სამედიცინო ხარჯებს და საცხოვრებლით უზრუნველყოფს იმ ათეულობით ოჯახს, რომელთა სახლებიც მეწყერმა გაანადგურა.